გურიაში დიდ თოვლობამ რამდენიმე დღე გასტანა. თოვლმა ადგილობრივებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. დააზიანა ელექტროსადენები, რის გამოც თითქმის სამივე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. დღეს მდგომარეობით დენის მიწოდების საკითხი რამდენიმე სოფლის გარდა გადაჭრილია. დარჩენილ სოფლებსაც ელექტროენერგიის მიწოდება დღეს აღუდგებათ. ასევე თოვლის მაღალი საფარის გამო შეწყვეტილი იყო საავტომობილო მიმოსვლა ოზურგეთი-ჩოხატაურის სამტრედიის მიმართულებით. ჩახერგილი იყო რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზებით. თოვლის საფარმა იმ პერიოდისათვის ზოგ ადგილას 9 მეტრსაც კი მიაღწია. ოზურგეთის ქალაქის ქუჩებსა და სკვერებში კომუნალური მომსახურების ცენტრისა და დასუფთავების სამსახურის ჯგუფები აწარმოებდნენ წაქცეული ხეების გადატანასა და სახლ-მცენარეთა დაბერტყვის სამუშაოებს. სრული დატვირთვით მუშაობდა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე გზამშენი 18-ის ტექნიკა. ამ დიდ თოვლობას ოზურგეთისთვის განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია. ამ ეტაპისთვის ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია. 115 ქუჩა ოზურგეთში, დაახლოებით 15 ერთეული ტრანსპორტი მუშაობს, მაგრამ აქედან დაახლოებით 3 ერთეული ქალაქში მოძრაობს, დანარჩენი უფრო მაღალმთიან სოფლებში, სადაც უფრო მეტი თოვლია. რაც შეეხება ელექტროგადამცემ ხაზებს, სოფლებში პრობლემა არსებობს რეალურად, გაწყვეტილია მაღალი ძაბვის ხაზები, მობილიზებულია რამდენიმე ჯგუფი ენერგოკომპანიიდან. ამავე დროს სამაშველო სამსახური მუშაობს და მოძრაობს ქალაქის ტერიტორიაზე, თუ კი სადმე არის რაიმე სახის პრობლემა. კომუნალური სამსახური მთელი დატვირთვით მუშაობს დიდ თოვლობასთან დაკავშირებით, მობილიზებულია 24 საათიან რეჟიმში. დიდ თოვლებმა რო არ დაამტვრიოს ქალაქის გამწვანება, იმისათვის მობილიზებულად მუშაობს და ფერთხავენ ყველა ნარგავებს და ელექტროგამის განათების ქსელებს, მიმდინარეობს მისი დაფერთხვაც, რო არ გაწყვეტს ხაზები. მოკლედ მთელი მობილიზებულად უმზადებული ვარ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს.